მინდა გამოვხატო უდიდესი სიხარული კიდევ იმის გამო რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში ვარ. თვისგანგებულებით ესე მოხდა რომ აი მე წინასწარ რა თქმა უნდა არ ვზრახავდი, თუმცა მახსოვს როდესაც დედახატი ორიგინალი ჩამობრძანდა რამოდენიმე წლის წინათ, აქ მე მაშინ ვისურვე რომ რაიმე თუნდაც ასლი და ვფიქრობ თქვენი სურვილიც ეგ იყო, გულიზრახვა, რაიმე ასლი შექმნილი იყო ამ ხატისთვის. სრულიად ბუნებრივად ამ რევლში დაიბადა, ჩემ გულში ღვიოდა ეს იმედი და აი დღეს აღსრულდა და ამადაც მიხარია კიდევ რომ ამ ეპარქიაში, ამ უძველეს ქალაქში და უძველეს ეპარქიაში, რომლის სათბურება განახლებაც მოხდა სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინათ, როგორც ეპარქიისა, დღეს ჩამობრძანდა ეს სასაუთმოქმედი ხატი. მე 2-20 სიტყვით ვიტყვი, რა მოხდა, როდესაც ეს ხატი შეიქმნა. როდესაც ეს ხატი ექმნებოდა, ერთ-ერთი ჩვენ მრევლთაგანი ხანდაზმული ადამიანი წარმოშობით სოფელ მარტყოფიდან ლოგინად მძიმედ იყო ჩავარდნილი. მან არ იცოდა რა ხდებოდა. მხოლოდ ხაწერმა ირაკლი ცინცაძემ და მე ვიცოდით რომ ეს ხატი ექმნებოდა. საიდან წამოვიდა იდეა ამ ხატის შექმნისა, ვფიქრობ ნაწილობრივ ვიცით, იმიტომ რომ ლიტერატურა მეტნაკლებად ვრცელდებოდა მათ შორის ამ ეპარქიაში ამ ხატის თაობაზე. მას რა იხილა, მაგან ნახა რომ პეტრე-პავლეს ეკლესიას გუმბათი აღარ ქონდა, ნათელი ედგა და აი ამ ნათელზე გუმბათის ნაცვლად აღმართული იყო კიბე ზეცაში და წინამძღვარს ტაძრისას და ხატწერს ამ კიბეზე აღყავდათ ხატის შეხარვენახისა და როდესაც იქ ააბრძანეს მაცხოვრის დიდების წინაშე, უფალმა დალოცა ეს ხატი და მე მინდა გითხრათ რომ თითქმის ყველა კონტინენტზე არის ეს ხატი და ამა თუ იმ ქვეყნებში თუ ქალაქებშიც ამ კონტინენტებისა და ბევრ მათგანში ის გასაოცარ სასწაულებს ახდენდა და დღეინდელად დღემდის ახდენს. თუნდაც ერთბაშად ენაზე რაც მომადგება ნიუ-იორკის წმინდა ნინოს ეკლესიაში ალბათ გახსოვთ აღწერილია ამ კრებულში ამ ხატის სასწაულების შესახებ რა მოხდა. იქაურებს აქ ჩვეულება ქრისტეშობას გარკვეული სახის ყვავილებია, ლამაზი ფერადი ყვავილები შეიძინონ საშობაო. ეს ყვავილები ბუნებითად მხოლოდ რამოდენიმე დღე ცოცხლობს. მათ 4 ასეთი ქოთანი ყვავილისა შეიძინეს და წმინდა ნინოს ხატთან მაცხოვრის, მათ შორის შეხარვენახის ხატის ფოტო ასლი ჰქონდათ. ფოტო ასლი კი არა, პატარა ასლი ჰქონდათ.
ირაკლის ხელი დაწერილი და იქ იყო გათბობა, იყო ზამთარი და იყო დახუთული ჰაერი. აღარას ვამბობ, რომ კარს ვერავინ გაახებდა, წყალს ვერ დაუსხავდა, უბრალოდ ყვავილებს. როდესაც ერთი კვირის მომდევნო კვირას შობის შემდეგ გახსნეს ეკლესია, განცვიფრებული დარჩნენ იქაური მღვდელი მამა ალექსანდრე, რომელიც ჩემი კურსელი იყო სასულიერო სემინარიდან და იქაური მრევლი, რომ ყველა ყვავილი იყო დამჭკნარი, როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ყვავილი ხარობდა და ხარობდა 8 თვის განმავლობაში. ბევრი პროტესტანტების, კათოლიკები მოდიოდნენ და საგანგებოდ ნახულობდნენ, მართლა ასე არის თუ არა. ის რომ გარკვეული აზრით ამ გზითაც, ამ ნიშნასწავლით თვისობელი უქადაგებდა მწვალებლებს, რომ აქ არის ჭეშმარიტება. თუმცა რაღაც შორსავიათ აგერ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა. იქაც უამრავი მწვალებელი მოდის და ხედავს ამ სასწაულს, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მართლმადიდებელი იერუსალიმის პატრიარქის ლოცვით და ძველი საეკლესიო მართლმადიდებლო სტილით გარდამოდის ზეციდან, რაც მეცნიერულად რა თქმა უნდა ყოვლა დაუხსნელი არის. მერმე ის არის დამაფიქრებელი, რომ ეს არ არის ფიქსირებული დღესასწაული, რომ ზოგიერთებმა ვაიჭუისა და არ მიაწერონ პლანეტების ურთიერთგანლაგებას, კონსტელაციას. იგი მოძრავი დღესასწაული, ამიტომ წელიწადის ნებისმიერ დროს, როცა მოუწევს აღკვნა, მხოლოდ მაშინ გადმოდის და მხოლოდ აი ამ მართლმადიდებლური გარემოებების გამო. თუმცა თქვენ გახსოვთ, რომ ორჯერ მოხდა ეკლესიის ისტორიაში ასეთი რამაც, თქვათ მე-17 საუკუნეში, როცა თურქებს ეპყრათ იერუსალიმი და გასაღებიც მათ შორის მაცხოვრის საფლავისა, ამ ეკლესიისა, როცა მათ მოისყიდეს მონოფიზიტმა სომხებმა, მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები ქრთამი მისცეს, როგორც ერთ დროს აძლევდნენ მაქსულისანი იუდა ისკარიოტელს და ესე იგი შეკოჭეს იერუსალიმის პატრიარქი თურქებმა, გარეთ გაიყვანეს, შემოსასვლელად დააყენეს. ხონდა სიხარული 2000 წელს პატრიარქთან ერთად ვიყავი, მოვილოცე, იქ არის უზარმაზარი სვეტი, რომელიც ბუნებითად არის გახეთილი, ამას ვერც გაჭრი, ვერც დაარღვევ. არაბუნებრივი ძალით არის გახსნილი. სადაც მათ შორის ასომთავრული ქართული წარწერა არის. ოდესღაც დიდი იყო საქართველო, როგორც ერთ ლექსია მურვალებანიძის ნათქვამი. ეს დრო და ეს სული დაბრუნდება, გწამდეთ. ეს ერთ-ერთი საწინდარი ამის სწორედ ეგ ხატის აქ მობრძანება თუ გნება. ერთი სიტყვით შეაგდეს თავიანთი მწვალებელი მონოფიზიტი კათოლიკოსი ბევრს ლოცულობდა თავის თრუღმერთან, მაგრამ არანაირი ნიშნასწავლი არ მოხდა. მერმე როცა ჟამმა მოახსია და ღვთის კურთხევა გარდა მოვიდა ჩვეულებისებრ ღვთაებრივი ცეცხლი, შევიდა ყუკლიაში, როგორც წესი და ტრადიცია მე-3 საუკუნიდან, მაგრამ გვერდი აუარა მწვალებელ კათოლიკოს, არაითო მის ხელში სანთლები, გამოვიდა ტაძრიდან, გაანგრია ეს ვებერთელა სვეტი და შეკოჭილი მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში აენთო, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მრავალი მათ შორის მწვალებლები, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ აქ არის. Χριστίας καγκρέτηγης, σιπτήλιθα σιχτήλισσα δαγκουνβέλη, τα σαπλάβευης σύνατα, σκόρευης μιμνικεύελη. Χριστίας καγκρέτηγης, σιπτήλιθα δαγκουνβέλη, τα σαπλάβευης σύνατα, σκόρευης μιμνικεύελη. Χριστίας καγκρέτηγης, σιπτήλιθα δαγκουνβέλη, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი. Χριστέ ავგამბრეთი, სიკვდილისა, დაგუნველი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერების არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა. მისთანაც ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელგაცდა და ნათელი იგი ბნელსაში ნაშანს და ბნელი იგი მას ვერ ეტინა. ერთი სიტყვით უფალმა ზეცაში მანამდე ვიდრე ეს ხატი იკურთხებოდა, საერთოდ მიბრძანდებოდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში, აკურთხა და მიმოსდონ დღევანდელ მსოფლიოს და უამრავი ნიშნასწავლები ხდება. მაგალითად აი ერთს მოიგონებ. საბერძნეთის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე მოხდა ავტოკატასტროფა. ქართველი ახალგაზრდები მოხვდნენ ავარიაში, განწირული იყვნენ. აი როგორც იტყოდნენ 1 და 2% იყო დარჩენილი მათი გადარჩენისა. და როდესაც ის იქაურმა ქართველებმა, ემიგრანტებმა მიიყვანეს საავადმყოფოში, მომაკვდავები უგონოდ ყოფნი, ერთმა მათგანმა მას მიუსვენა შეხარვენახის ფოტოასლი პატარა, რადგან თქვენ იცით რომ ძალა
არც სიდიდი და არც ფიზიკური სიპატარავით არ იზომება, სადაც ნებავს სული წმინდა იქ სუნთქავს, როგორც მოციქული პავლე ამბობს. და ესე იგი უკითხავდნენ ყოველდღიურად დაუჯდომელს ამ ხატისას. მოხდა სასაული, მომაკვდავნი რამოდენიმე დღეში აღსდგენ მკვეთრით, შეიძლება ითქვას. ეს ის მერე ესე მოედო ეს ამბავი მთელს იმ საავადმყოფოს, მოყავდათ ბერძნები თავიანთი ავადმყოფი იმ პალატაში იმ ხატთან აწვენდნენ და გამიკურნებოდნენ მრავალი. და ბოლოს თხოვეს საავადმყოფოს დირექციამ, რომ ეს ხატი დაეტოვებინათ, შეეწირათ როგორც მფარველი ამ საავადმყოფოს. მე თავს აღარ შეგაწყეთ, აგერ სამი კრებული ჩამოვიტანე და სამი ეგზემპლარი დაუჯდომელი საგალობელისა და მე მინდა ამ ტაძარს შემოვწირო და ხელიდან ხელში გადადიოდეს როგორც დაუჯდომელი ესრეთ კრებული სასწავლებისა, მათ შორის სასწავლებისა, რომელიც შარშან ზაფხულში მოხდა აღგომის ტაძარში აი ამ ხატის მადლით ორიგინალისა და ყველა მეტნაკლებად ალბათ შეძლებდა წაიკითხავთ. რა სასწაულები შეეძინა იმ ძველ სასწაულებს? მანამდე ვიტყვი 2 სიტყვით, საერთოდ როგორ გაჩნდა ჩემ ცოდვილის თავში ცნობიერებაში ასეთი ხატის შექმნის სურვილი და იდეა. კაბადოკიაში ვიყავით მოსალოცად ჩვენს მცირე ბრელთან ერთად და როდესაც ერთ-ერთ ეკლესიაში, კლდეში გამოკვეთილ ეკლესიაში პარაკლისი უნდა გადაგვეხადა წმინდა ნინოსი, რადგან თურქმა გამყოლმა გიდმა გვითხრა, რომ წმინდა ნინოს სახელობისა იყო უწი კაბადოკიელისა და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი პარაკლისის გადახდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ვემზადებოდი პარაკლისის, მრევლმა დამიძახა, მამაო, მოდი რა გასაოცარი რამ განახოთ და კანკელზე, აი ამ ადგილას დღეს ბევრი ქართველები ჩასულათ, საგანგებო ჩადიან კაბადოკიაში ამ ფრესკის სანახავად და შეხარვენახის ფრესკას ეძახიან, თუმცა ის არ არის შეხარვენახის ფრესკა. რა იყო გამოხატული? ბათქაში იყო ნაწილობრივ ჩამოცვენილი და ბუნებრივად იყო საქართველოს ძველი ისტორიული რუკა დარჩენილი. ამ რუკაზე გამოხატული იყო ღვთისმშობელი მარიამ. ერთადერთი რაც გადმოყვა შეხარვენახის ხატს ამ ფრესკიდან, ეს იყო თვალები, დიდი ლამაზი თვალები, ქართული თვალები, რომელიც სადღაც საუკუნეთა მიღმა მომავალში იმზირებოდნენ. აი ეს განცდა, ეს შთაბეჭდილება გადმოვიდა ამ ხატზე. ირაკლის ხატწერს მოუხვედავს ხოლმე, რომ ღრმათ აღებაში და გონებაში, ცნობიერებაში შვენიერება დამათრობელი ამ ხატისა. და მე როცა ჩამოვედი, მე დიდუბეში მსახურობდი, თავდაპირველში წელი ჩემი აკვანი მგლობის მოკლედ იქ დაირწა, როდესაც გადამიყვანეს გორის ეპარქიას, ძალიან განვიცადე, მეტისმეტად იმ ხატთან, დიდუბის ღვთისმშობელთან განშორება ამ ტაძართან და გულში მუდამ წლების განმავლობაში, როცა დამაბრუნეს უკვე პეტრე-პავლეს ეკლესიაში, გარეუბანში, ვატარებდი გულითაც სურვილს, რაიმე ისეთი გამეკეთებინა ღვთისმშობლისთვის, რომ მისი გული ეს გამეთბო, ჩემი მისდამის სიყვარულით. ეს რაღაც აღმოჩნდა ის, რასაც დღეს უწოდებთ შეხარვენახის ხატს. აი ესე და ამგვარად მოკლედ რო გითხრათ მოვწიფდა ჩემს გონებაში და ირაკლის ცინცაძის უდავოდ ნიჭიერი ხატწერის ხელიდან გამოვიდა ეს შვენიერი ხატი, შვენიერი და სასაულთმოქმედი. დღიდან კურთხევის ახდენს დიდ სასწაულებს, როდესაც სასწაულები მრავლდებოდა, მე მიხაროდა ადამიანურად და უფალმა გამოგზავნა 12 წლის კრმა და უთხრა, მითხრა მისი პირით, მამა არჩილს უხაროდეს არა სასწაულები მომხდარი ამ ხატიდან, არამედ ის, რომ ჩემი ყოვლადწმინდა დედის სავსებით ახალი სახე, ახალი ხატი შეიქმნაო. შარშა რა მოხდა? თქვენ ალბათ გახსოვთ, ბევრმა თქვენთაგანმა ვფიქრობ ნახა პროფილში რუსთავი 2-ზე რომ ასეთი გადაცემა სასაულთმოქმედ ხაზებზე იყო საუბარი. მათ შორის მთხოვეს, რომ ჩვენი ხატის გადაეღო და 2 სიტყვა მეთქვა. მათ შორის თვითონ თხოვეს გამოსაუბრებოდნენ და ჩაეწერათ ისინი, ვინც განიკურნენ ამ ხატიდან. ერთ მათგანს ახლა რომ ჩამოვედით, რუსთავში თვალი მოვკარი, ნათელა გაბიტაშვილს. აი დაეკითხოთ, შეგიძლია, მე თითითაც შევიდა მიგითითოთ სადღაც. მას ჰქონდა ალთვისებიანი სიმსივნე. თვითონ ალბათ ტელევიზიაში თუ უყურებდით, თვითონაც მოგითხროთ. და ესე იგი ჩემთან მისმა ვაჟებმა მოიყვანეს ხელში აყვანილი უმძიმეს მდგომარეობაში, განწირული პრაქტიკულად, რადგან ექიმები შვილებსაც და თავად მას ეუბნებოდნენ, ჰა 1% არის შენი გადარჩენის და არც არისო და თუ გადარჩინ, მხოლოდ 1 თვე იცოცხლებ. ესე იგი ამით ამ ნათქვამთან პასუხისგებლობის ერთგვარი შერბილება და მოხსნა უნდათ ექიმებს. არ თანხმდებოდნენ ოპერაციაზე. შვილებმა პირობა მისცეს, რომ არ იჩივლებდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ ხელით მომისვენეს შეხარვენახის ხატთან, გადავიხადეთ პარაკლისი, გაუკეთა ოპერაცია. მუშტის ოდენა ნაწილი ტვინისა და რამხელა ტვინი გეკითხებით. მოკვეთილი აქვს დღემდის. როგორც თვითონ ამოს მუშტი ჩადის იმ ადგილას. სიცარიელი აქვს. და არაბუნებრივი, ანუ ზებუნებრივი, ღვთაებრივი კანონებით
8 წელიწადია უკვე ცოცხალი არის. თავისი ფეხი დადის დიასახლისობს, ყოველ წირვალოსას გაუცდელად ესრება და ხშირად ეზიარება. მადლიერების ნიშნად ღვთისა და ღვთისმშობლის მიმართ. მერმე რა არის საინტერესო? როდესაც სასწაულები გამრავლდა, ერთხელაც პატრიარქთან ვზივარ და მოულოდნელად პატრიარქი მეუბნება, რომ ეგ ხატი უნდა გადასვენდესო სამების ტაძარში. ელდამეცა როგორც იტყვიან. და მოვიწყინე სახეზის გამომეხატა და რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა, რაო რას მოიწყინეო? მოხეურად მითხრა, მახეურად. და მეუთხარ ახლა წარმოიდგინეთ მეთქი თქვენო უწმინდესობაო, დედა რო გაგზის, მოგივლის, მოგეფერება და მერე განხშორდება. აი ამას განმისდა. მერე გამახევიო, მოხეურად მითხრა და ვერ მივხვდი ერთბაშად და რას გამოყვემეთ? ხაზს გამოყევით და გაეცინა. პატრიარქი არა ვარ, სადაც მინდა იქ გადაგიყვან და გადმოგიყვანო. ამაზე უფრო მოვიწყინე, იმიტომ რომ პეტრე პავლეს ტაძარი არის ჩემთვის უძვირფასესი ტაძარი, ბევრი მიზეზების გამო ახლა თავს არ შეგაცხეთ. რატომ და რისთვის? ერთს ვიტყვი მხოლოდ დიდუბეში მსახურობდი, უკვე ჩემდამე შუბრი, ღვარძლი, დევნა, შევიწროება. ეგ გახდა მიზეზი გორში გადაყვანისა, გულახდილად რომ გითხრათ, ბრალდებოდა პეტრე პავლეს ეკლესიას მოძღვარი არ ყარდა იმხარად. როგორც ყველაზე უმცროსი მღვდელი და ყველგან მაგზავნიდნენ, დღეში ზოგჯერ 7-8 მიცვალებულისთვის წესი ამიგია, პარაკლისები გადამიხდია და ასე შემდეგ. მოკლედ აი ამ ტაძარში ამოვედი ის საფლავის მახსოვს, რომელიც ვაკურთხე და შევედი ამ ტაძარში რომ მომელოცა. დარაბებით იყო დაბნელებული. იმ დარაბებზე არის გამოხატული ორიგინალი შეხარვენახის ხატი. აი ხის დარაბებზე, რომლითაც ხურავდნენ ფანჯრებს, ძალიან ძველი იყო, გამომშრალი, კარგად და ესე შეიძლება ბევრი წირვა აქვს მოსული, როგორც ხატწერმა თქვა. და რო შევედი იქ უკვე დაღლილი ვიყავი ამ სამღვდელოების შევიწროებიდან, გულახდილად გეტყვით. და მაცხოვრის და ჯერ თვითონ ტაძარმა სოფლური იერია, ვისაც გინახავთ. კლუბი გეგონებათ, გარედან ეკლესიას ნაკლებად გავს. შიგრო შევედი ისეთი მისტიური განცდა დამეუფლა, იდუმალი, თან დაბნელებული, ერთადერთი კანდელი ვჟუტავდა ტაძრის შუაში დანთებული. მუხლი მოვიყარე მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებთან და ვთხოვე რომ თუ ოდესმე მომიწევს დიდუბის ღვთისმშობელთან გაშორება, აქ მომიყვანე მეთქი, რომ სული მომეთქვა, დამესვენა ამ შევიწროებისაგან. მადლიერების ნიშნად ისი აგიხდა ყველაფერი როგორც იტყვიან, სწორედ იმ ტაძარში გამგზავნეს. რატომ იმ დროინდელი მღვდლები შტრაფნიკების ეკლესიას ეძახდნენ, მღვდელი რომ მაგას დაუძახებს, ამფიქრებელია, კრეხელობა. ანუ ვისაც ჟიდრენ იქ აგზავნიდნენ და ბევრი რომ აღარ გითხრათ, მოხვდი იმ ტაძარში და მარ მადლობელი. 20 წელიწადია იქა ვარ, სულიერადაც დავისვენე, როგორც მწამს. ისევ ქადაგებ, როგორც ქადაგებ სიო მრევლთან ერთად ისე ვიცხოვ. აი, მრევლის ნაწილია ჩვენ და ალბათ დამეთანხმება. არის სრული სიმყუდროვე.
ერთადერთი პრობლემა იყო და რჩება დღემდე. ადგილის პრობლემა, სად დადგეს მრევლი, წვიმაში, ქარში, თოვლში და ესე შემდეგ გარეთ დგას. ამის გამო აშენდა გამოცხადებით 17 წლის ბავშვს ჰქონდა გამოცხადება, რომ აღდგომის ტაძარი უნდა აშენებული იყო, პატრიარქს მოუყევეს, დაფიქრდა, დამლოცა, აიგო ღვთისმადლი, ძალიან მალე მოიხატა კი, გადაიღო ლექსომ და ალბათ თქვენს ნახავთ თქვენი ტელევიზიით. ერთადერთი ხატია, ასეთი ხატი არ აქვს. ხსენება მხოლოდ მენელცაცხოვრე დედათა გვერიაკეს, მენელცაცხოვრე დედების, თამარ მეფის, იოსებ არიმათელის, ნიკოდიმოსის. როგორც ესეთი ხატი საქართველოშია მხოლოდ ესეთი. აი, თამარი არის შერაცხილი მენელცაცხოვრე დედებთან. იმდენად დიდი წმინდანია. აქ მოდი კიდე ლექსო. ქვევით ხატზე სულ ეხლახანს გამშავდა რამდენიმე წლის ძველი ბერძნული ხატია დიდ წმინდანებთან ერთად, ბიზანტიელ წმინდანებთან თამარ მეფე არის გამოხატული და ჩვენ აქ ქეთევან წაებულის როგორც სოფლიო წმინდანი გამოვხატეთ. ესენი არის თამარი და ქეთევან წაებული. ეს არის დავათის სტელას მიხედვით შექმნილი ხატი ამაღლება ქართულისა ენისა. სადაც სიმბოლურად არის გამოხატული ქრისტეს დიდების დაბრუნება. თევზი იკონოგრაფიაში როცა თავდაღმა იხატებოდა მეორე ქრისტეს განასახიერებდა. ანუ მეორე ქრისტეს განასახიერებს ეს არის სვეტის ყოველი კვართიუფლისა, უმთავრესი სიწმინდე ჩვენი ეკლესიისა და ბერძენი ღვთისმეტყველი მამების მიხედვით სიმბოლო ეკლესიის თავურღვევლობის ერთიანობის. აქ არის ღვთისმშობელი მარიამი საფარველს აფარებს იბერიას. ლაზარეს აღდგინება მგვრეთით სამი დიდი მეოხი ჩვენი ერისა წმინდანინო, წმინდა გიორგი, წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაოსი. გერგეთის საების ტაძარია ბეთლემის გამოხატულია, გამოხატული სადაც წმინდა გადმოცემი, მაცხოვრის საკვანი, ღვთისმშობლის ნაცნავი, აბრაამის უძელო კარავი, ოქროსტაკუკის ზეციური მანაანით ინახებოდა აქ. საქართველოს ყვარი და არაბის შეერთება, სადაც ნათლისება მიიღო ჩვენმა ერგო და ამაზე აღმოცენდა დაეფუძნა ჩვენი ეკლესია. აქედე შავი ზღვა და კასპიის გამოხატულია. ეს ხატიც არის ორიგინალური. ერთი ფრის და არსებობს მხოლოდ ათონის ერთ-ერთ მონასტერში და ხატი როგორც ესეთი ერთადერთი აქ არის. ეს არის სიმბოლური სახე ეკლესიისა, რომელსაც ჟამით უშამოთ ებრძვიან ბოროტი ძალები. აი ყველა წარმართი მეფეები, რომ ზრდებოდნენ არიოს განდგომილი მართლმადიდებლობიდან, ლუთერი, არიოზი, ლუთერი, ივლიანე განდგომილი, შემდეგ ესე იგი მოხამედი ლომის ხახაში კათოლიკე მწვალებელი პაპი, მწვალებელი კათოლიკოსი სომეხთა მონოფიზიტა, ეკუმენისტი მწვალებელი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, აქ გამოხატულია ესე იგი რევოლუციონერი ან რევოლუციები ეკლესიის წინააღმდეგ, ყოველი რევოლუცია მეფობის დამხობით იწყებოდა მოგეხსენება. ანტიქრისტე მისი ლაშქრობით. ეს ანტიქრისტი არის ზუსტი ასლია, რომელიც გამოხატულია ამერიკულ $1000-ზე. ანტიქრისტია გამოხატული და ეს ემთხვევა იმ გადმოცემას, როგორც აღწერენ წმინდა მამები ანტიქრისტეს გარეგნობას აბედოს. მისი ლაშქრობა არის პირველ ყოვლისა შესამჩნევია იუდეველი რაბინი და მეძავი ამერიკელი გოგონება $-ებით ხელში.
ამ გზითაც ებრძვიან ისინი ეკლესიის სიმტკიცეს. ხომალდის სახე ეკლესიისა მესაჯე მისი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მერიჩბეები, მახარებლები და მოციქულები, პეტრე და პავლე უზას სასუების სიმბოლოა გამოხატული, ღვთისმშობელი როგორც საფარული და ყველა წმინდანები გემბანზე. გამოხატული არის ქართული იკონოგრაფიული ტრადიციის მიხედვით საქართველოს უძველეს ისტორიულ რუკაზე. კავკასიონის თხემი, შავი ზღვა, კასპიის ზღვა, ბეთლემის გამოყენებული მემანიშნებელი სიწმინდეებზე და ეს აზრია ჩაქსოვილი და ჩადებული, რომ საქართველოში წმინდა დიდმოწამე გიორგი, ანუ გეორგიანელები ქართველები ძლევენ საბოლოოდ დეოკლეტიანის, ესე იგი ბოროტებას. ეს არის ორიგინალური, ეს არის საქართველოს დიდების ხატის ახალი რედაქცია. რა თქმა უნდა, ცენტრი ამ ხატის არის კვართიულისა ჩვენისა იესო ქრისტესი სიდონიას რომ ჩაუგრავს გულში. აქ არიან არა მარტო ძველი წმინდანები, არამედ ახლად კანონიზირებული წმინდანები. აქ კათოლიკოსებს ამბროსისა და კირილოს შორის ერთი ადგილი დავტოვე. თავის დროზე, როცა მამა გაბრიელი შეირაცხება წმინდანებად, აქ ჩახატული იქნება მამა გაბრიელის წმინდა სახე. საინტერესო იმით არის 100,000 ქართველი მოწამეა, 6,000 გარეჟელი მამა, 9 ყრმაკოლაელი და სხვა და იმით არის კიდევ ეს ხატი ორიგინალური, მასე განსხვავებით ძველი ხატისგან გამოხატული არის ივერიის მონასტერი ათონის თაზე. ერთ-ერთ უძველეს ბერძნულ ხატზე 20-ვე მონასტერია ათონისა გამოხატული და კიბე აღმართული არის ზეცაში მხოლოდ ივერიის მონასტრიდან, რაც მის განსაკუთრებულობას, მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. აი ეს არის ევირონიდან ცეცხლად აღმართული კიბე. ეს არის ერთადერთი და ორიგინალური ხატი. ამას უწოდეთ ჩვენ, შეიქმნა რამდენიმე თვის წინ ჩვენი ლოცვა-კურთხევით თაწმინდა ეწოდება. ეს შექმნილი არის ღვთისმშობლის ერთ-ერთი საგალობლის მიხედვით, სადაც ღვთისმშობელი წმინდა მთას არის შედარებული, რომლის მიერაც ზეცაში დამკვიდრდებიან ადამიანები. აი საფარველია გადაფარებული, დედამიწაზე დგას სამყაროზე და გამოხატული არიან საერო და სასულიერო პირები, რომელიც ღვთისმშობლის საფარველით ზეცად აღიტაცებიან თაწმინდის მიერ. უახლოვდებიან ზეცას, ანუ ღვთისმშობელ მარიამის. იტალიური წარმომავლობის ხატი რუსეთის გზით საქართველოში შემოვიდა, თუმცა აქ დიდი ესეთი პოპულარული არ იყო და ჩვენ დავწერეთ სამრევლო სკოლა რო შეიქმნა, საგანგებოდ დავაწერნე ამ ხატს ეწოდება შემატებაი გონებისაი. ყრმათათვის ოდეს სწავლად მოვიდნენ და გარდა მაგისა ეს წმინდა ხატი ღვთისმშობელი მარიამი გონავს გონებრივად შეზღუდულ ადამიანებს, გონებრივად ჩამორჩენილებს, ესევე ეშმაკებულებს. ეს დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაუსი ამ დადარსა და პირადად შეფარულად მეგულება. ახალი დაწერილი ეს რამოდენიმე წელი წინ დაიწერა. მოდით ახლა გავიდეთ იქით. რამდენი ხანი იყო ქართული? შემდეგ აშენდა სამი მოწამის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი. ალბათ ისით როგორც მოხდა მინადორა, მიტრადორა, ნიმფადორას ხატი, რომელიც სერაფიმ საროველის გამოცხადებით ერთ-ერთ მოყუცებულ რუს დედაკაცთან დაიწერა ეს ხატი საქართველოში წარგზავნეთო, ბოლო ჟამი ახლოვდებაო. რატომ სწორედ ამ წმინდანების ხატი? მე არ ვიცოდი გულახდილად რო გითხრა, როგორც თქვენში ამოვიკითხე, შვიდობის ყოფილები ყოფილან. ეს იყო აგვისტოს ომამდis. ანუ სერაფიმ საროველმა როგორც წმინდანმა იწინასწარმეტყველა განსასწრელი, რომელიც მისი ერიშვილებისაგან დაატყდებოდა ჩვენს ერთ-ერთ კუთხეს და სრულიად საქართველოს თავს, ორ კუთხეს უფრო სწორედ. და ამ ხატს დაუთხრა ასეთი რამ. ისე გაბწყინდება ივერი, ანუ დღევანდელი საქართველო ბოლო ჟამს, როგორც ამ ქართველი მეფის დროს და ანახაიმ დედაკაც გამოცხადებით. ეს დედაკაცი არ იყო ეს მეფე, ეს იყო დავით აღმაშენებელი. ამიტომ პირველ ხატზე, რომელიც შევქმნით წირე ხატზე, ჩვენი კურთხევით ხაწერმა, არა მარტო ეს სამი მოწამეა გამოხატული, არამედ გამოხატული არის დავით აღმაშენებელი და ასევე გიორგი მთაწმინდელი. რატომ გიორგი მთაწმინდელი? ამ რუს დედაკაცს გვიან ასაკამდე შვილი არ ჰყავდა. სერაფიმ საროველი მას სიცოცხლეში რამდენჯერმე გამოეცხადა. დამაფიქრებელია, რომ ეგ დედაკაცი სწორედ სერაფიმ საროველის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა, როგორც უწინასწარმეტყველა. და უთხრა, რომ შვილი გეყოლება, ვაჟი
და დაარქმევ სახელად გიორგის ქართველი რუსეთში ხდება არ დაგავისეთ ქართველი წმინდანის გიორგი მთაწმინდელის პატივად მისი ლოცვით და ჩემი ლოცვით გეძლევაო შვილი აი იმ ხაზზე ამიტომ არიან გამოხატული სამ მოწამესა და დავით აღმაშენებელი მარხვენით და მარცხენით გიორგი მთაწმინდელი მერმე რა მოხდა დავაფიქრებელი არის მამა ილია და სხვები ჩვენი მრევლი იყო ეხლა სამის ტაძარში თანაშემწია პატრიარქის სანქტ-პეტერბურგში იყვნენ კულტურის დღეებზე და გადაწყვიტეს რომ სერაფიმ საროველის დივეევოს მონასტერი მოელოდნენ როდესაც უკვე ტრაპზე ადიოდნენ მოულოდნელად დიდი სიჩქარით მოუახლოვდა ჯიპი გაჩერდა გამოვიდა ახალგაზრდა მაღალი ტანადი ლამაზი კაცი დაუძახა სთხოვა შეჩერება ჩამოვიდნენ ტრაპიდან მგლები და მოკლედ მოუთხრო ის რაც მე უკვე გითხარით და ეს ხატი მოусვენა და სთხოვა რომ 3000 ევროთ შეეგროვებინათ რუს მორწმუნეს რომ ივერიაში თუ წაასვენებთ პატარა ნიში მაინც თუ ტაძარი არა ააგებინეთო მოკლედ თან ეს ხდება როცა სერაფიმ საროველის სავანეში უნდა გაემგზავრნენ მოსალოცად სერაფიმ საროველის კურთხევით მოვიდა ეს ახალგაზრდა მოკლედ ხატი ჩამოსვენდა მამა ილიას და სხვების ხელი სვეტის ხელში დაასვენეს პატრიარქის კურთხევით მამა ილიას სულიერიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ალბათ გახსოვთ ცენტ პოეტრი და ესე შემდეგ მშენებლობები პრობლემა არ არის მაგათ არ იყო ყოველ შემთხვევაში მაშინ რამდენს არ ეცადნენ ვერც ნიში ვერც სამლოცველო არათუ ტაძარი ვერ ააგეს და ომი როდესაც დაიწყო სამაშაბლოში იმ დღეს დილით პატრიარქს შემგონებაში ამოტივტივდა პირველსავე დღეს აი ეს ხატი რა გზით მოხდა ჩვენ უდებ ვყავით უგულებელს ყავით არ მივიღეთ ღირსი პატივით არა ჩავაგდეთ მათი მშვიდობის ყოფილობა როდესაც მადლი აქვს ადამიანს ამ წმინდანებს მოუტანონ გულში მშვიდობა სახლში ეკლესიაში და სამშობლოში და ეთნო კონფლიქტები დააცვეთ რომ ხრის დღეს საქართველოს და აგერ დღეს პოლიტიკოსები და ექსპერტები უკვე ლაპარაკობენ შესაძლო არის ომი თუმცა შეიძლება პატარა მასშტაბების იყოს პატარა ერისთვის პატარა ომის ძალიან დიდი ზარალის მომტანი არის სადუნი არის ისე მამაო როგორც პეტრი და პავლე ისოვა აი გელაში რეინა ხელაში აი ეს გადაიღეს მოსკოვი ხალხს ესა აქედან და აქედან სწორი ეს არის სამი მოწამის მენეჯმენტი და ნიფადოვას ხატი რუსეთიდან სასწაულებრივად ჩამოსვენებული სერაფიმ საროველის მოვახატინეთ აღსავლის კარზე ჩრდილოეთის კარზე იმიტომ მისი გამოცხადებით დაიწერა საქართველოს მფარველობისთვის ეს სამი წმინდა მოწამის ხატია სამი წმინდა მოწამის მანამდე შეიქმნა ხატი თვითონ ვიდრე ფრესკა შეიქმნა დამასკე ქანდაკებაში დავით აღმაშენებელი და გიორგი მთაწმინდელი რა უნდა არის დადგება დრო როცა ეს ტაძარი და ეს ხატი მომლოცველობის საგანი გახდება განსაკუთრებით ქართველობას თუმცა გაუჭირდება და როგორ გაუჭირდება გადაივლიან და გადმოივლიან საქართველოსზე თითქოს იქნება საქართველოს და არც იქნება იარსებებს ქართველი არ უკვე დაწყებულია საქართველოს დაშლა მიტაცება ჩრდილოეთის ბრანგვისაგან როგორც აკატისტოს შტერია შეხარ ვენახისა ბრანგვი ქართულად ძველ ქართულად დაწნიშნავს უმზერენ დასავლეთიდანაც და ვინ ძნელი არ არის მივხვდეთ როცა ომის დროს ტონობით ასე ტონობით წყალი შემოქონდა წყლის ქვეყანაში წყალი მოეტანეს დიდხანს როგორც ბუში ამბობდა მას ქართული სიტყვა ბოშიდან მოდის ნაბუშარი ჭაჭორის ამასაც მიახციეთ ყურადღება ამბობდა ჩვენ გაკვირდებით ყურად რა იყო შედეგი ამ დაკვირვების დაიკარგა ორი ძირძველი კუთხე საქართველოს ჩვენი სასუება იმედი არ არის არ ჩრდილოეთში როგორც შევარდნაძემ აღმართა იქ ჩრდილოეთიდან ამოგდის ომზე არც დასავლეთში მეტადრე ამ ბებერი მელასაგან და არც სამხრეთიდან სადაც ყოტები გაიზარდა ჯარებისა თურქული ჯარებისა რომელიც თავდამსხმელი საქართველოს თურქეთზე ანუ რა არის გეგმაში თუ ხდებით სოფლიო გენერალიტეტისა დადგება დრო საქართველოს ეს დაწყებული ქართველების დიდი ნაწილი მილიონი გასული არის სულიერად დაკნინებული მიმდინარეობს სექსუალური რევოლუცია გარყნა გახსნა მოხუცები ვართ აგერ მოხუცების აღსარებებს ვისმენთ უდლები გაოგნებული 60-65 წლის დედაკაც გადამკიდეს სერიალებისა ბრაზილიური თუ სხვა ნაირ-ნაირისა სიცვის ბრძოლები დაეწყოთ ბავშვები მოდიან მულტფილმებიდან გარყვნილი ეროტიკული მულტფილმებიდან შარშან რა მოხდა ესე იგი პროფილში ვიდრე ის მოხდებოდა რაც მოხდა ერთ-ერთმა მორწმუნემ მარინე შალამბერიძე აქ არის ისიც
წინასწარ ნახა სიზღვრეულად, რომ გადავსებული იყო აღდგომის ტაძარი, ამ სამი ტაძრის ტაძარი, ლიანდაგების იქითაც ხალხი იყო, საკაცეებით, ინვალიდის ეტლებით და სხვა, რაც ახდა ცოტა ხნის შემდგომ. მოკლედ პროფილში გაკეთდა ეს გადაცემა, ჩვენც მიგვიწიეს. იმის შემდეგ მეორე დილიდან იხულა ხალხმა, იმდენი მოასწარ, რომ არათუ ტაძარში ვერ ეტეოდნენ, ეზუც ვერ იტევდა და რკინიგზის ლიანდაგების იქით საკაცეებით, ინვალიდის ეტლებით, ხელით და ვინ როგორ მოხავდა. უამრავი სასწაული მოხდა, 30 გვერდი სასწაულებისა ძველ კრებულს დაემატა. მე ჩამოგიტანეთ, ალბათ წაიკითხავ. მე მაინც რამოდენიმეს გამოვყო, ძალიან მნიშვნელოვანს. ესე იგი, განუწყვეტლივ დღეში რამდენჯერმე მიმდინარეობდა აკათისტები, პარაკლისოები, ქადაგება უამრავი არაეკლესიური პირველად დაფიქრდასული ხონებაზე. მოიქცა დღემდე ეკლესიურად ცხოვრობენ ისინი. მოხდა ესეთი რამ, ერთი კვირა რომ გავიდა ამ ყოველდღიური პარაკლისების, ზოგიერთი უკვე სახით ცნობდი, იმდენად ხშირად დადიოდნენ. ამ მთელი დღე იყვნენ დილიდან საღამომდე. დედაშვილმა გამიყვანა და მორიდებით ხალხში არა, რა თქმა უნდა, ცალკე მითხრა, მამაო, აი ეს ჩემი შვილი არის დაბადებიდან, მას ჰქონდა თმა, ჩვეულებრივ, 2-3 წლის ასაკში მას გასვივდა თმები. წარბიც კი არ ჰქონდა სახე, საერთოდ დეწვის კი არა აქვს ტანზე. იყო ლამაზი, მაღალი, თეთრი, ლამაზი გოგო. ტანადი გოგო. და ესე იგი, რამდენს არ ვეცადეთ, შეძლებული ოჯახი ვარ, ჩაცულობაზე ეთყობოდათ. რამდენს არ ვეცადეთ უცხოეთში, რუსეთში, აქ თუ სხვაგან ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთო. თუ ალბათ შეგვამჩნევ, მე ვთქვი, კი შეგამჩნიეთ, უკვე სახეზე გცნობ, სახელი არ ვიცი მეთქი. ერთი კვირა დავდივართ, ყოველდღე ვისმენდი დაუშვომილ ქადაგებას, სახლში რომ ბრუნდებოდით, რომ ვისვენებდით, კიდევ ერთხელ ერთად კითხულობდით, პატარა ხატი გვაქვს, ფოტო ასლიო. და აი შედეგიო და გადაუწია მე მისი თმები მეგონა. პარიკი გადაუწია და დაეწყო ამოსვლა. აი ამ ხელა უკვე ამოუვიდა თმებიო. მე მინდა გითხრათ, რომ თმის ამოსვლა წარბები ისეთი ხშირი ამოვიდა, რომ მე ვუთხარი არ გაიპუტონ მეთქი, ღვთისმშობლის წყალობაა. სხვილი წარბები აქვს ლამაზი. თმები ამოუვიდა დაფარულ ადგილებში, თუ ხერხულობის გამო ვერ ვამობ, ყველგან ამოუვიდა მას ბეწვი. არიან გახარებული და ისე იმოქმედა, რომ თხოვა თქვენ მრევლში გადმოვარო, ვაკის სამებსტაზე და მე ვუთხარი ეწყინება მეთქი. მე ვთქვი, საგიდა, როცა გინდა მოდი წირვა-ლოცვას ეზიარე, ოღონდ მოძღვარი ისე ვისყავდეს მეთქი. ეს ერთი სასწაული ბევრი მოხდა, ვიღაცას მუნჯს ბავშვს დამუნჯებულს ენა ამოუდგა და სხვა. ერთ-ერთი აკათისტოა გადაჭედილია ეზო და გარემო ყოველივე როგორც გითხარით. და ამ დროს მოხდა გამაძლიერებელი მიდგას გარეთ რომ გაეგონათ. ხმა დაიწყო თუ არა სამგდელოება მაკათისტო მოულოდნელად გაითიშა, ვერაფრით ვერ გააკეთეს. დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა აკათისტოს გალობა, დაუჯდომელი საგალობელისა. როგორც კი მორჩა აკათისტო თავისი ჩაერთო გამაძლიერებელი, მაგრამ რა მოხდა ამასობაში? ღვთისმშობელმა მარიამმა გაითვალისწინა, რომ ძალიან წუხდნენ და დრტვინავდნენ, რომ გარედან ვერ შეძლეს შემოსვლა და მოსმენა რაიმესი, რომ ბოლოს ზეთი ეცხოთ კანდელიდან ღვთისმშობლისა. მირონის სურნელება, როგორც კი შეწყდა ხმა, მირონის სურნელება გავრცელდა საიდან? 4 კედელი აქვს მოგეხსენებათ შენობას. სადაც შენხარვენახის ხატი იყო თავდაპირველად აღდგომის ტაძარში დასვენებული და იქ ესვენა, როცა სამების ტაძრიდან გადმოვასვენეთ. აი იმ ადგილიდან, იმ კედლიდან მირონის არაჩვეულებრივი სურნელება მოედო მთელს ეზოსა და არემარეს. როგორც კი შეწყდა აკათისტო, ალაგდა ეს სურნელება. შემოდიოდნენ გახარებულები, ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა. ამბობდნენ, რომ აი ესეთი სასწაული მოხდა, ვქარე თქვენი წყალობაა მეთქი, ღვთისმშობელმა გაითვალისწინა თქვენი გულითადი სრული აკოფლისა. და მართლა ჩვენი მასხოვრისათვის რა იყო შეუძლებელი? აქ იტყოდა და კილომეტრების იქით და სხვა ქვეყნებშიც კი იკურნებოდნენ. შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელი არის ღვთისამიერ. დედის საშოდან შიშვლად მოსულებს აქ ველოდება განსაცდელები. ჭეშმარიტებით ლამის ორსულებს სტაცა გვეძლევა სიმართლიშობის. დავეხეტებით გლოვის ღელეში, ხშირად ვეცემით დაკლავას ვდგებით, ჭკუას ვერ ვსწავლოთ, ვერც იბერეში, ვერც მაშინ, როცა საფლავში ვწვევით. დაძრწის სატანამ შიერლომივით, ეძებს ვინ შთანთქოს და ვინ დაღუპოს. ჩვენვე გვიყენებს, რათა მძორივით დაკორწროს ვწარეთ და დაგვადუმოს. მაგრამ უფალო, შეგვაგრძნობინებ შენს არსებობას სულის სიღრმეში, როცა ფაქისად შენ დარონინებ ცხადში თუ ღამის მსუბუქ სიზღვრებში. ნეტარყოფ იმას, ვინც არ გიხილა, მაგრამ გირწმუნა როგორც უფალი, ვინაც ქმნილება რა განიხილა, შენ შემოქმედი გიცნა სულმნათი. დიდმარხვის შემდეგ, როგორც ქარიშხლის, დუმილმა სულში დაისადგურა. გამოგიტირეთ ტკბილო იესო გარდამოხსნიდან ჩუმაკლდამამდე, დაოსებულთა მარხვით და ლოცვით გავიზიარეთ შენი აღდგომა, დავიშალენით, დილა მიმძლავრა, ზივარ მდუმარეთ მე ჩემ სარკმელთან. ეკლესიურად ჯერეც მარტია, ყებს ნაგაზივით ეს გიჟმაჟითვე. გარეთ ქარია, სულში სიმშვიდე, იქაც და აქაც შენ ჭვრეთ იესო, ჯერ ჯვარცმულს, შემდეგ
აღდგარს მკვდართაგან ალუბლის სიბრძნე ანუ ქრისტიანის შინაგან ბრძოლებზე არის საუბარი ალეგორიულად ეს დაიწერა გუშინ საღამოთი ღმერთმა აკურთხა ალუბალი მარტში ჰყავდეს როგორ გადავა ღვთის ბრძანებას თუმცა ეს კია უწყის რა მარტის სივერაგეთ თითქოს აყოვნებს ახსოვს მის მერქანს მთელ მის სხეულს ამთვის სიავე ქარი მღელვარე ხშირი წვიმა თოვლი და ყინვა თუმცა თაკარამზეც და სითბოს მას რას გაუგებ გიჟმაჟი თვია ამ ღრეული დაფათერაკი ამადაც აცვეს ჯვარს უფალი ჩვენი იესო სწორედ ამ თვეში აღბორგებულთ და ჭკვა გადასულთ დუმსალობალი თითქოს ფიქრობს როგორ გაბედოს გაშალოს სპირტი ხვალ რომელსაც ყინვა დააზრობს ან ქარი დაჰყრის მიმოფანტავს აქეთ და იქით თუნც ვერ გადავა ღვთის კურთხევას დახარა თავი გახსნა კვირტები აქათხად და თეთრად მიდამო როგორც წმინდანი თეთრად ყვავის ხიალუბალის ღმერთმა აკურთხა ალუბალი ყვაოდეს მარტში ანუ ბრძოლები ცის ქვეშეთში გვექნება მაგრამ ღვთის კურთხევას არ უნდა გადავხდეთ აი ამ ეკლესიას ღმერთმა უწოდა წმინდა მამათა პირით მეომარი მებრძოლი ეკლესია ვისთან იბრძვის ღვთივდიდებული პავლე პასუხობს ცის ქვეშეთის დაცემულ ბნელ ძალებთან რომელიც გავარვარებულ ისრებს გვესვიან სხვა ბნებების და მანკიერების გულისწყების სახით და უნდა იბრძოლო დღიდან ნათლისღებისა შენ ქრისტეს მხედრად იწოდები ვინც არ იბრძვის ის არ იმარჯვებს ვინც არ იმარჯვებს უფალი მას არ აჯილდოებს მარადიული სიცოცხლით მას შენ სიბრძოლე ჩვენი ერთ-ერთი ძველი სახელით საქართველოსი არის ივერია როგორც ვახუშტი ბაგრატიონი განმარტავს ქართული გამოთქმა ქართლს თათრები დაესხნენ როგორც არაერთხელ და ერთ-ერთმა ქართველმა ფალავანი მოკლა მათი და ქართულად ტეტიურად წამოიძახა არავის შეურაცხყოფას არ ვაკეთებ ეს ტეტია ვარ ქართლელი წამოიძახა ივერიეო და აი ამის მიხედვით დაერქვა ივერია ანუ ჩვენ სახელშივე მოცემულია როგორები უნდა ვიყოთ უნდა ვიბრძოდეთ ილია მართალმა თერგზე რომ დაგვიწერა ხომ გახსოვთ ალეგორიულად რა საუბრობდა აი გიჟმაჟი იყო როცა მოხუხდა მთებში და როცა მოვიდა ვაკეში ჭაოვსა და შლამს დაემსგავსა აი დღეს საქართველო არათუ დაჭაობებულია ლაზარე საქართველო მოკვდა ლაზარემ საქართველო აღსგება მკვდრეთით ამის თიშტად მე წამოვიმზღვარე აქ ლაზარე მართლის 4 დღე დარყოფილი ხატი მამა ილიამ მაჩუკა ეს მამა ილიას ყოფილმა მეუღლემ ლაზარეს საფლავზე იდო პარაკლისის დროს ანუ სადაც ვინც სახია ჩვენი აღდგომისა აი მისი ხატი რომ თქვენი მფარველი ყოფილიყოს და ქართული სული აღდგარიყოს რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური იყოს გარდა მაგისა მე თქვენდამე დიდი სიყვარულის გამო მინდა შემოვწირო ამ ტაძარს და თქვენს ეპარქიას წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის წმინდა ნაწილი რომელიც სულიერმა შვილებმა საჩუქრად გამომიგზავნეს უცხოეთიდან ერთ-ერთი ყოფილი მონასტრიდან რატომ სწორედ გრიგოლ ღვთისმეტყველს სხვა ნაწილების ჰქონდა და აი ეს ამოვარჩიე თქვენთვის ალბათ თქვენ იცით მეცნიერთა ნაწილი ამას ვარაუდობს და ამტკიცებს არა მარტო ქართველი არამედ უცხოელი მეცნიერები გრიგოლ ღვთისმეტყველი რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო და მამა და მასწავლებელია ბასილი დითან და ივანე ოქროპირთან ერთად წარმოშობით იყო კაბადუკიელი ქართველი და კაბადუკიდან არის წარმოშობით შეხარვენახის ხატიც აი ამისი მადლი გფარავდეთ თქვენ სად არის გრიგოლ ღვთისმეტყველი როდესაც იცი დღესასწაულია 3 ამ დიდი მღვდელთავრის ხსენებისა და გამოცხადებით ემცნო სადაც ივანე ოქროპირი ბასილი და გრიგოლ ღვთისმეტყველია ანგელოზი რა არის ისიც კი ყოველთვის ვერ შევაით სად არის კერძოდ უშუალოდ ქრისტე მასხორის მარჯვენით იმდიდებაში ამ წმინდა მამის ლოცვა გფარავდეთ თქვენს ეპარქიას თვითოულ თქვენს ოჯახს აქაურ სამღვდელოებას და პირველ ყოვლისა მამა ივანეს მეუფე ივანეს რომელსაც მადლობა უნდა უთხრა უფალთან ერთად რომ კეთილინება ამ ხატის შემობრძანება და ჩვენი აქ მოსვლა და ამ მცირე სიტყვის წარმოთქვა მამა ივანე და მე დაახლოებით ერთ პერიოდში მოვედით ეკლესიაში და სულიერი სიახლოვე და მეგობრობა გქონდა მე განსაკუთრებულად მიხარია რომ ჩემთვის მშობლიურ რუსთავს ასეთი კარგი ეპისკოპოსი მოჰმადლა უფალმა ღმერთმა მე წამს რომ აქ სულიერება და სარწმუნოება აღორძინდება როცა მიმწუხრი ფრთებს შემოახვევს მოციქულების ძველებურ ტაძარს სამრეკლოს ზარებს მნათე შეარქებს დაქმებს გამოსებს დიდსა და საზარს მრევლი მორჩილად შეიკრიბება რათა დაანთოს გადარი ლოცვის ჩემს გულს ფიქრები შეიზილება სინანულის და ღრმა მოუხლის წმინდა ტრაპეზთან ქედ დადრეკილი ჯვარსახოვანად ავწევს საცეცხლურს და სამგალობლოდ ხმადაწმენდილი რა გამოსახავ ნიშანს დაბეჭდულს
სერაბით მსგავსად ვადიდებ უფალს და შეუძმევი კმევას ტაძარში მიმნიშნებელი თუ როგორ უყვარს ღმერთს არსებული ჯერაც არ არში ადამიანი რომელიც შექმნა და რომლისთვისაც ქმნიდა სამყაროს ტაძარში ცეცხლის საფრთხო ლოცვების გარეთ სიბნელე ამ დაღლილ სოფლის ქართველთა მისია დღეს ბევრს მოედებიან რა არის ქართველთა მისია ესათვის პარტიების კი და სხვადასხვა ირონიულად ლაპარაკობენ ყველა დუსინდისო და ცოდვილი ადამიანები ივერის გაბწყინებაზე წაუნზღარი ამასაც გალაქტიონი განსაკუთრებით ვიყოთ როგორც თქვენ ეს პოეტი ეს სიტყვები ყვაო და ლურჯია სამანით შემობურული სვეტი ცხოველი თეთრი ლექსის სტილში არის დაწერილი მანდილის ქრისტიანებს უწოდებდნენ ქართველებს ბეირუთის ცნობილი სასწაულის მიხედვით წმინდა გიორგისა ურჩხული რომ დაამარცხა და ქალწულის მანდილით შემოაყვანა ქალაქში დამარცხებული მანდილის ქრისტიანება წოდებული ქართველი ერი 2000 წელია შერაცხილია ღვთისგანგებულებით მაცხოვრის კვართის დამცველად ხოლო ექსპორტის რუკით ანტიქრისტეს შამკედად მოკლედ გეტყვით კვართი ბერძენი ღვთისმეტყველი მამების განმარტებით არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა და დაურღვევლობის აი ეს მისია მოგცა ჩვენ ეკლესიის მთლიანობა დავიცვა აქ არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება რაც შეეხება ექსპორტის ევროპულ რუკას ყველაზე უძველესი რუკა რომელმაც ჩვენამდე მოაღწია გასაუს ეს არ არის უბრალოდ გეოგრაფიული რუკა ეს არის გეოგრაფიული რუკა ფოლკლორი წმინდა გადმოცემები ლეგენდები ყველაფერი არის ასახული მაცხოვარი არის სამყაროში ჯვარცმული გამოხატული მაცხოვრის მარჯვენით გამოხატული არის ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია კავკასიონის ქედი და ქედის იქით გამოხატული არის სკვითების ქვეყანა რომელსაც რუსეთს დღევანდელს რა წერია ანტიქრისტეს სამშობლო ეს არის ჩემი ორიგინალური ნათქვამი თვით დიდი მამა სოფლიო მამა სერაფიმ საროველი ამბობს როგორც ისრაელმა შვა ჭეშმარიტი მესია ასე შობს რუსეთით სრულ მესიას ესე იგი ანტიქრისტეს რომელიც დეტალურად არის აღწერილი როგორი იქნება სადგაში გარეგნობაც კი თითებიც კი აღწერილია სხვათა შორის თქვენ შეიძლება არ იცით ამერიკულ $1000-იანზე არის გამოხატული ანტიქრისტე ისეთი როგორიც ის იქნება როცა ისმოვა ჰაბიტუსით გარეგნობით ესე იგი რა მისია მოგცა ღმერთმა კვართი დავიცვა თუბლის ანუ ეკლესიის ერთიანობა ანტიქრისტეს არ მივცეთ საშუალება რომ გაბატონდეს ღვთისმშობლის წილად ივერიაში თვითონ რუსი მამა განზრახ მომყავ რუსი მამის წინასწარმეტყველება ლავრენტი ჩერნიგოველი რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აღესრულა რომელსაც სიცოცხლეში ცხადად გამოეცხადა ორი დიდი წმინდანი რომელიც სიკვდილით არ მომტარა კაცობრიობის მოდგმიდან მართალი ილია და ენუქი ილია წინასწარმეტყველი და ენუქი რომელთაც აღუთქვეს და ზუსტად 1 წლის შემდეგ იოანე ღვთისმეტყველის რომელიც შვილობილია ღვთისმშობლის რომელიც ბოლო ჟამს მოვა საქართველოს განსაფრთხინებლად გამოგეცხადებოდა და რაც ჩვენ არ გითხარით ის დაასრულებს მართლაც ასე მოხდა მათ შორის რა უწინასწარმეტყველებს ქვეყნიერების აღსასრულზე რუსეთის ძალიან ბნელ მომავალზე საქართველოს ივერის გაბწყინებაზე კერძოდ რა გზით გაბწყინდება რაში მდგომარეობს ჩვენი არათუ გადარჩენა დღეს რომ ფიზიკურ გადარჩენაზე და სამშობლოს გადარჩენაზეა მთლიანობას ლაპარაკი არამედ ივერის გაბწყინებაზე ქართული სულის აღორძინებაზე ლაზარეს ბრეთით აღდგომაზე და მათ შორის რა არის ნათქვამი აი რამოდენიმე ნიშანია დღეს ივერის ღვთისმშობლის ხსენება არის ივერის ღვთისმშობლის დაბრუნება საქართველოში იოანე მახარებლის გამოჩენა სამხრეთ კავკასიაში ამ წინასწარმეტყველების რომელიც ღვთისმშობელი აგზავნის როგორც თავის შვილობილს ჯვარზე რომ უკურთხა დედად და შვილად უკურთხა მას ასევე საქართველოს ეკლესიის აღორძინება დავით აღმაშენებელი ვახსენე რითი იყო დავითი არა მარტო იმით რომ კარგი მხედართავარი და ჩინებული მეფე იყო მან ერის გაჯანსაღება დაიწყო ეკლესიის გაწმენდით მღვდელი ვამბობ ეკლესიაში უღირსი ნაწილი სამღვდელოებისა მაღალი და დაბალი ყველა განკვეთა ქონდა უფლება კითხულობ მე მართლმადიდებლური სწავლებით არის ეკლესიის გარე ეპისკოპოსი არსებობს ეკლესიის შიდა ეპისკოპოსი გარე ეპისკოპოსის ფუნქციები არის რომ გარე სამყაროსთან მოაწესრიგოს შიდა ეპისკოპოსის და ეკლესიის ურთიერთობანი მას ჰქონდა სრული უფლება ამისი როგორც მირონცხებულ მეფეს და დააყენა უაზნონი მაგრამ ღირსეული ადამიანები აი ესეც ჭირმა თავი მალა და ვერ დამალაო სოდვა გამხელილი სჯობს დიახ ჩვენ შორის არიან ისეთი მღვდლები რომლებიც მე ვიტყოდი არათუ მღვდლის წოდებას ესე იგი გრიგოლ ღვთისმეტყველთა იოანე ოქროპირთან ერთად ვიტყვი ძალიან ძნელია ზოგიერთზე თქვა რომ ის ადამიანიაო და არ დაგავიწყდეს ზნეობის მასწავლებელი ამბობს ამას და ყველა ამ სიმართლისთვის იყო რომ გამოაძევეს
და აქ აღესრულა მოწამებრივად საქართველოში, მაგრამ ვინც მასდებდნენ ცოცხლად დაופნენ, როგორც იონე ქრუპის და მისი სხეულიც კი არ გაიხსნა, როცა 38 წლის შემდეგ გახსნეს კომაში აფხაზეთში, საქართველოში, მისი სამარი და ვერ ამოასვენეს, ვიდრე შენდობა იმ მეფე დედოფლის აკადისა და მისი ცოლის სახელი და თავის სახელით შენდობა არ სთხოვა იონე ოქროპილს. მაგრამ სიტყვამ შორს გაგვიყვანა. მოკლედ ესპორტის რუკა ამადო ახსენე აქ და მაცხოვრის კვართი. ხოლო ესპორტის რუკით ანტიქრისტეს შამკეტად ეს უძველესი ოქროს საწმისის ქვეყანაა. კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის კვარცხლბეკი. ქრისტე ჯვარცმულისა და მკვეთრით აღდგარის მეგობარი ლაზარე, რომელსაც უკანასკნელ შამს თვისნი დანი მართა და მარიამი სიკეთის ხორციელი სახე და საფრთხო ჭვრეთ ამას განასახიერებენ. უშუამდგომლობენ უფლის წინაშე, ეგრეთვე პავლე, პეტრე და იოანე, რწმენა, იმედი და სიყვარული და ლაზარეს საქართველო, რომელიც ყარსგად სოდვათაგან აღსდგება მკვდრეთით, რასაც წინუძღვის ივერიის ღვთისმშობლის ათონიდან დაბრუნება, იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენა და ცეცხლოვანი ქადაგებები სამხრეთ კავკასიაში. ივერიის იგივე აპოკალიფსური ფილადელფიის ეკლესიის ერთადერთი, რომელსაც არ კითხავს უფალი თუ გახსოვთ თქვენ. იგივე აპოკალიფსური ფილადელფიის ეკლესიის აღორძინება და ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი და უკანასკნელი სასწაული ცის ქვეშეში, რომელსაც მერმე მალევე მოხვება უფლის დიდები დაბრუნება, აღსასრული ამის სოფლის დღე განკითხვის და ბოლოს ახალ ცასა და ქვეყანას შექმნის ღმერთი ყველა მართალი და მასში მორწმუნე ადამიანისთვის. გახსოვდეს ქართველო, ქართლის გულში დაკრძალული შენი ზეციური დედუფლის ხელით ზეით გამოქსოვილი მაცხოვრის კვართი, შენი გადარჩენის საიდუმლო და გასაღები, დედა ეკლესიის ერთგულება, ერთიანის და დაურღვეველის და შენი მდოგვის მართლის ოდენა რწმენით სვეტი ცხოველი კვლავაც მირომდინარე შეიქმნება. შიომღვიმელის წმინდა ნაწილები ყველიერის ხუთშაბათს ისევ აღმოიწევა და ჰაერთაზე და გაჩერდება. დავით გარეშელის წმინდა ქალაქიდან ჩამოტანილი მადლის ქვას სხვა ორიც მიემატება და სამი შეიქმნება სამება ღმერთის სახელზე, რაც ჯერჯერობით ღვთის განგებულებამ შეაჩერა იერუსალემის იმჟამინდელი პატრიარქის კურთხევი და მცხეთა საბოლოოდ მეორე იერუსალიმად იქცევა, მაშინ როცა იერუსალემი პირველი ახალი მსოფლიო სახლის დედაქალაქად გამოცხადება, მადლისაგან განიძარცვება, წარწმედიშვილის მუნდაჯდომით, ჩრდილოეთი დაიშლება, ხოლო სერაფიმ საროველი მკვეთრით აღსდგება სინანულის საქადაგებლად დროჟამამდე. დასავლეთი დღეს რომ წყლულივით ადევს საქართველოს ეშმაკობით სურს ხელში ჩაგდება, დასავლეთი ოკეანეში ჩაიძერება. იცით თქვენ რომ ამერიკა კონტინენტი საერთოდ აღარ იარსებებს. ეს გახდა ცნობილი რამდენიმე წლის წინათ, როდესაც აბრაამის გზაზე იერუსალიმთან მე პირადად ყოფილ ვარ იქ. ტაძრის ნანგრევებში თარიღდება დავარაუდოთ მეორე-მესამე საუკუნით, სადაც უძველესი ბაზილიკა, ესე იგი უძველესი ეკლესია აღმოჩნდა თავისი ნაშთებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ტაძარში იპოვეს, ეს არის გათხრების შედეგად უძველესი მანუსკრიპტი, ანუ ხელნაწერი. დღეს რომ სამბე აუწევია ჩრდილოეთს და დასავლეთს თავი, მათი ხსენება არ იქნება, ჩრდილოეთი დაიშლება. მოსკოვის სამთავრო, საიდანაც იმპერიული დაპყრობითი ომები დაიწყო მე-17 საუკუნეში, აი ამ ხელა დარჩება რუსეთი ბოლოს. ჩრდილო რუსეთი საერთოდ დაიტყორება, იმიტომ რომ სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის გაჩნდება ანტიქრისტი. ამიტომ დაიწყებლება ეს ხარი. ამერიკა რატო ჩაიძერება? სამშობლო ანტიქრისტი. 12 წლიდან როცა მისი ებრაელ დედასთან ერთად გადავა ამერიკაში, მიიღებს დასავლურ სამხედველობას, აი ეს ხარი დაიწყებლება და საერთოდ ოკეანეში ჩაიძერება. წინ რა უნდა უძღოდეს? კატრინები, ქარიშხლები. დაწყებულია თუ არა ამერიკის კონტინენტზე ეს ყველაფერი? დამანგრეველი მიწისძვრა, მაგალითად ეხლახანს მომხდარი ჩილეს ცნობილი მიწისძვრა 8 რომ ბალისიმძლავრის იყო, რომელმაც ესე იგი დროში ამოკლა, როგორც მეცნიერები ესე იგი შეშინებული საუბრობენ, რომელიც გასაოცარ კატაკლიზმებს გამოიწვევს დედამიწის ზედაპირზე. 16 ქერქი დედამიწის ამიწებზე დაეჯახა ერთმანეთს, კოლოსალური ენერგია წარმოიშვა, დანარჩენს მე აღარას გეტყვით. ანუ ჩვენ ვართ თავად მონაწილე და მომსწრენი იმ მოვლენების, რაც წმინდა მამების მიერ საუკუნების წინათ არის აღწერილი. ან თუნდაც რა დღის ხუთი მართლმადიდებელი წმინდა მამის, რომელიც სხვა ეროვნების, სხვა ქვეყნებიდან წარმოშობისანი არიან, წინასწარმეტყველება უამრავი, მათ შორის ივერიის ღვთისმშობლის დაბრუნებას და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რაც არის, ეს არის ევროკავშირის შექმნა თავდაპირველად ევროპის კონტინენტზე და ბუნდოვნად კი არა ნათქვამი. წელი არის დასახელებული 1992 წელს ევროპის კონტინენტზე და 4 კიდევ სხვა არის კონტინენტი უკანასკნელ ჟამს შეიქმნება ევროსახლი. კი ბატონო, თქვენი შეიქმნა მერე რა? როდესაც ეს მოხდება, ამბობს ამ მამებს შორის უდიდესი ნილოს მირომდინარე, რომლის წმინდა სხეულიდან 300 წელიწადია ათონზე მოედინება, მისი სენაქშია დასვენებული, არა დაკრძალული წმინდა მირონი და მრავალი რამის წინასწარმეტყველა. აი ეს მამა ამბობს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო მოვლენა.
მოკლედ ეგ როცა მოხდება, მალე გაბატონდება ანტიქრისტი, ამოვეც ევროკავშირი რომ შეიქმნება. ჩვენ წინკარში ვდგევართ, ჭურში ვსხედავართ სინამდვილეში და გონია რომ ეს სხვაზე ითქვა, სხვა დროს იქნება. ბევრი თქვენთაგანი იქნება ამისი მომსწრეს და ერთგვარად თანამონაწილე. და საბოლოოდ მას მეორე იერუსალიმად იქცევა საქართველო, მაშინ როცა იერუსალიმი პირველი ახალი მსოფლიო სახლის დედაქალაქად გამოცხადება, მადლისაგან განიძარცვება, წარწმედიშვილის მუნდაჟდობით ჩრდილოეთი დაიშლება, ხოლო სერაფიმ საროველი მკვეთრით აღსგება სინანულის საკადაგებლად დროშამამდე. დასავლეთი ოკეანეში ჩაიძირება, ჩვენი ივერია კი გაბრწყინდება. ბაზალეთის ტბის ძირიდან ამოღებული მაცხოვრის საკვანი დედა მარიამის ხელით პლავას მისავ წილხვედ რივერიაში გადაიწევა. ჯვარი ვაზისა უკანასკნელ ჟამს ღვთისმშობელ მარიამის ნაწნავითად შეიკრება. აღსდგარა ეკლესიის ავტოკეფალია, აღსდგება მირონცხებული მეფობას და ამ ორი ღვთაებრივი საწყით ოქროპირი ამბობს, ქართველი ერი დაიმწყსება და სიცოცხლის წყლებთან საბოლოოდ და მოუბრუნებლად მიიყვანება. ამენ, ამენ, ამენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, გაგითხოვოთ გულები ქრისტეს მადლით. ბევრი ეხლა არჩევნები ახლოვდება მერის, ამის, იმის სისულელია. კარუსელებს დაატრიალებენ როგორც ჩვევიან. თქვენ არ გქონდეთ არც ჩრდილოეთის იმედი, არც დასავლეთის, არც მერის, არც ქალბატონ მერის და არც საპრეზიდენტო. ეგ არ არის ჩვენი ხსნა არის ის, რაც ყოველთვის იყო ქართველის. უფალი ამადაც ეწოდება მცდელი და მასხვარი, რომლის მადლით წყალობა ღმერთმა არ მოგაკლოთ. ამენ.